და ზუსტად აფიქსირებს თუ როდის იცროა ეჭვმიტანილმა. ამისათვის საჭიროა აი ეს ყველაფერი მოვარგოთ ამ პირს და შევერთოთ კომპიუტერში. რა თუნდა ბიჭო კომპიუტერი კაცის წყულში გამოჭერა. ათამაზე. მაგის ადგილზე ამერიკიდან ლუსტრას და შმოტკებს ჩამოიტანდი. მე ხო ვიცი. ამ კაცს იმ შიშორიდან ეს რაღაცები უთრევია. თქვენი და მოსმენაც არ გინდათ აქ. მიდილებს დაეზე. მაგრამ იმისათვის რომ დაკითხვისას ხელსაწყო იქნას გამოყენებული, ჯერ საჭიროა დასაკითხი პირის თანხმობა. რაო შვილო? ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეჭვმიტანილს ვეუბნებით. თუ თქვენ სიმართლეს ილაპარაკებთ, კომპიუტერი ყოველ თქვენ სიტყვას დაგიდასტურებთ და თქვენ უბრალოდ განთავისუფლდებით ზედმეტი შეკითხვებისგან. თურქული ყავა. ბატონო? განსაკუთრებით კარგად თურმე მაშინ მუშაობს. თუ დაჭერილ მამაცაკს თურქულ ყავას დაალევნებ, პრინჩიკი. ზახარიჩ, მიდი ერთი შეიერთა რა. ნახოთ რისი მაგნისია ეს. დეტექტორია თუ რაღაც შმალობა. დავიდოვიჩ. რა გითხრა იცი? მაგი იმან შეიერთოს. ვინც მიღება ჩაბარების აქზე ხელი მოაწენა. ვინა კაცო, მე? აი, რა უნდა ახლა? დასაკითხი პირი არ გვაძლევს თანხმობას. რომელ წელში გადავარდეთ? აბაშია ზაკ. არა, ისე მართლა ბატონო გენო, არ გაინტერესებთ? მე შენ უნდა დამკითხო მე? ხო, ისე სადემონსტრაციოდ. ნიტი მაგის დედაცვალი. ხილა დავიდოვიჩ. ჩამდე. ზახარიჩ. აბა ვნახოთ. გავწამთ. კი ბატონო. დავიწყოთ? მიდი. გვარის სახელი, მამის სახელი. შალდია ევგენი დავიდოვიჩი. ზორია, პროფესია? სამართალდამცველი. წოდება. პოლიციის პოლკოვნიკი. რამდენი წელია რაც პოლიციაში მუშაობთ? პოლიციაში 12 და ისე 34 წელი მილიციაში ვიმუშავე. სწორია. რამდენი გამოხსნელი საქმეა თქვენს კარიერაში? სმისლე? გაუხსნელი თუ შეწყვეტილი? მე იმ საქმეებს გულისხმობ, რომლებიც არ დამთავრებულა დამნაშავის დაკავებით და გასამართლებით. ერთი, ორი.